მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო და ჩემო მშვენიერებო დღეს ვაგრძელებთ ჩვენ როგორც შეპირდით ცალკე ვაკეთებთ ახლა ჩვენ გაშლას რა გელოდებათ უკვე კარიერა სამსახურში მომდევნო თვეში რა გუშინ ჩავწერე ვიდეო პირად ურთიერთობაში რა გელოდებათ ახლა უკვე ვნახოთ ჩვენ დღეს ვნახოთ ახლა რა გელოდებათ სამსახურში კარიერაში ნახოთ ახლა ჯერ როგორ ხართ თქვენ საქმიანობაში რა ხდება ну შეიძლება ახლა თქვენ როგორ ხართ იცით ახლა არის სიტუაცია როცა დაუშვათ ну ფიქრობთ რა როგორ რა გავაკეთო რაღაცა შეიძლება ცოტა შეჩერებული თემა არის შეიძლება ну აქ უკვე საერთოდ როგორ არის იცით დაუშვათ თქვენ ახლა თუ მუშაობთ კლიენტებთან შეიძლება კლიენტები შემოდიან მაგრამ თქვათ ახლა ну ფული არ აქვს რომ თქვენ ახლა თქვენ მომსახურება მიიღოთ შეიძლება აქ იყოს ესეთი მომენტი თუ დაუშვათ თქვენ ახლა რამე ბიზნესი გაქვს შეიძლება თქვენ მაგაზე თქვენს ყავთ თქვათ გუნდი და იმას ელაპარაკებთ ახლა არ გამოვრიცხავ იმიტომ რომ არის ესეთი ენერგია შეიძლება იყოს აქ ну რაღაცა ის მომენტი არის როცა რაღაცა სიტუაცია ცოტა შეჩერებული იმიტომ რომ აი თითქოს მაგამ თქვენ რო გითხრათ რომ დაუშვათ ხართ ისე თქვათ უიმედოდ ეგრე არა ხართ იმიტომ რომ მაინც ახლა იმის მიუხედავად რომ აქ არის ცოტა შეჩერებული სიტუაცია და თქვენ ასე განიცდით მაინც არის ესეთი ენერგიაც რომელიც აი იმედს არ ტოვებთ იმიტომ რომ შეიძლება არის თემა როცა თქვათ ახლა ну დაუშვათ რამისას ფული გჭირდებათ კიდე და თქვათ ეძებთ კიდე დამატებით რაღაცას ესეც არ ამასაც არ გამოვრიცხავთ ну ეგეთ სიგნიფიკაცია ვნახოთ ახლა ჩვენ რაღაცას დარდობ შეიძლება ზოგმა ვაფშე დაკარგა სამსახური და ეხა ელოდება თქვათ ვინმესგან ახალ სამსახურს ეგაც შეიძლება არის რა აი აქ ესეთი სიტუაცია რომ ვიღაცამ შეიძლება შეკპირდა და თქვენ ელოდებით ახალს ვნახოთ ეხლა ჩვენ აბა რა გელოდებათ თქვენ აი ასე ამოვიღებ რამდენიმე არკანს რა გელოდებათ ვნახოთ პირველია ну აქ არის როგორი მომენტი შეიძლება გამოდიხართ მოიცადეთ ერთი წუთით კი გამოდიხართ ნამდვილად გამოდიხართ ამ სიტუაციიდან იმიტომ რომ თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისათვის რომ თქვენი საქმე წავედეს წინ აქ შეიძლება ნამდვილად ეხლა იმიტომ რომ აქ ხო გეუბნებით თქვენ მაინც რაღაც შეიძლება ახალზეც ფიქრობთ რა იმიტომ რომ ყავთ ან ადამიანები ვინც გპირდებათ რომ რაღაცა ყველაფერი კარგად იქნება შეიძლება ზოგი ფიქრობს სხვა სამსახურზე გადასვლა დაუშვათ ხო ეგაც არის მაგრამ აქ არის როგორ თვის განმავლობაში ეგრევე მაჩვენებენ რომ თქვენ ნამდვილად მოიზიდავთ ისეთ თქვენ ენერგიაზე თქვენ საქმიანობაზე მოიზიდავთ ადამიანებს ვისაც უშუალოდ თქვენ სჭირდებათ ვისაც უშუალოდ თქვენი ცოდნა ჭირდება ვისაც უშუალოდ თქვენი მომსახურება ჭირდება რა ვისაც უშუალოდ აი თქვენი თქვათ ისეთი რეკომენდაცია შეიძლება გაგიწიონ რომ მოგივა თქვენ შეტყობინება რომ შენ ჭირდებათ თუ კლიენტებთან მუშაობთ რა თქმა უნდა თქვენერი სპეციალისტი და ჭირდება და აქ ყველა ვარიანტში ნამდვილად კი ბატონო აი ძალიან ბევრი დიდი ენერგია წამოვიდეს თითქოს აი აქ შემიძლია გითხრათ რომ ნუ ძალიან ისეთი ენერგია ნუ ხა ეშმაკეს ენერგია ხა მე-15 ენერგია როცა იზიდავ შენთან მოდიან ეს ადამიანები და შენი სულ წვილა რო იტყვიან რომ ნერვიულობდი რა იმიტომ რომ აქ ენერგია არის ნუ უძლიერესი ენერგია და ნამდვილად თქვენ არც გიოცნებიათ არც გიფიქრიათ რომ ასე შეიძლება დაუშვათ ახლა მაგდენი თქვათ ნუ სამუშაო ბევრი მაყოფილი ხართ ძალიან მაყოფილი იქნებით იმიტომ რომ აი აქ даже არც მეოცნებიო თუ მასე იქნებოდა მე არც მიფიქრია ესეთი რაღაცა მოგივათ კიდევ ნახოთ ახლა ჩვენ აჰა ცხრიანი პენტაკლების იმის ნუ ასე იგი თქვენ დგებით ისეთ კმაყოფილი ხართ ნამდვილად აქ ნახეთ როგორი მომენტი იყო როცა ასეთი კრიზისული სიტუაცია არის ხო ადამიანი აქ ესე იგი თქვენში
რაღაცა მიდის ტრანსფორმაცია, ეს მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, რომელიც უნდა გაიაროთ. ეს გეძლევა თქვენ დრო იმისათვის, რომ შენ რაღაცა ახალი გააკეთო, ახალ გზაზე, ანუ რაღაცა სულიერად შეიძლება ზოგი მაგალითად ფიქრობს, რომ ისეთი მინდა სამსახური, რომელიც მე გამეხარდება, მე კარგად ვიქნები რა, ანუ რაც აი დაუშვათ ახლა ბევრი ვინმესთვის თქვა გავცე მე ჩემი ცოდნა, ანუ ბევრისთვის ვიყო საჭირო, ნუ რაღაცა იცვლება თქვენში, ნუ გადაფასება მიდის, მიხვდით? რომ თუ დაუშვათ შენ ადრე მუშაობდი მხოლოდ ფული და არ ფიქრობდი რომ თქვათ ახლა მე რასარგებელი ვინა ვარ მე ისეთი, რომ მე ფული გადამიხადონ, ხო? ანუ მე რას ვაკეთებ ისეც, რომ ეს ადამიანები, თუნდაც ეს კლიენტები მოვიდეს ჩემთან, ხო? აი ეს გადაფასება არის რა. კიდე რა შემიძლია, კიდე რითი შემიძლია გავახარო, აი ეს ყოველთვის ეს ამაზე უნდა იფიქრო და აი აქ კიდევაც გეუბნებიან, რომ შეიძლება თქვენ შეცვალეთ და მიდგომა და ამიტომ აი ძალიან დიდი ინტერესი გამოხატეთ თქვენი ცოდნა გამოხატეთ, რაღაცა ახალი იდეები შეიძლება მოგივათ თქვენ, ისეთი ახალი ენერგია, ისეთი შემოვა, რომ აი მაინტერესებს, მომწონს, მინდა ეს საქმე და აი მაგ ენერგიაზე მე მოდის ეს ცხრიანი პენტაკლები ზუსტად, როცა შენ უკვე სამყარო ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ ანაზღაურებას, იმიტომ რომ მიიღებ უკვე აქედან ის კლიენტებიც იქნება, ის კარგი ადგილიც გექნებათ, აქ დაწინაურებაც გექნება, რომ შენ გაგეხარდება, ანუ რაღაცა შემოსავალს აიღებ, ისეც რომ აი კმაყოფილი ვარ მე იმით, რაც მივიღე, იმიტომ რომ მეც აქ ბევრი ენერგია ჩავდე ამ საქმეში. და კიდე ახლა არის რა, რაღაცა მომენტები დასრულდება. აქ არის როგორი სიტუაცია, იცით? კიდე რაც ეხება, თუ აი ხო გითხარით, აქ შეიძლება სრულიად მოულოდნელად იქნება, ანუ კი. სრულიად მოულოდნელად აქ დასრულება მიდის რაღაცა თქვენ რიცით რას გეტყვით ეხლავე. აქ სხვათა შორის თქვენ რაღაცა შეიძლება გაიგოთ. უფრო რაღაცა ისეთ რა არის. აი დაუშვათ თქვენ გქონდათ რაღაცა კონკურენცია, მე ვაფშე სიტყვა არ მიყვარს კონკურენცია, მაგრამ იმიტომ რომ ახლა ყველა პროფესიაში არის თავისი ადამიანები, რომელიც არის დაკავებული იმით, რითიც ხარ შენ დაკავებული. უბრალოდ ახლა არის რაოდენობა ადამიანის, ვინც მასთან მიდის, ზოგი შენთან მოდის და აი ესე რა. მაგრამ აქ სრულდება თითქოს როგორი მომენტი, აქ სტაბილურდება სიტუაცია, თუ იყო რაღაცა გაორებული, აქ ძალიან სტაბილურდება თქვენს ადგილს აი დაიკავებთ მყარად, იმიტომ რომ თქვენ რაღაცა თქვენს გამოცდილებას აჩვენებთ. ნახეთ, თუ დაუშვათ, აქ იქნება სიტუაცია, რომ თქვა სამსახურია დაუშვათ, ხო? და ან თქვენზე იქნება ლაპარაკი, ან ვიღაცა სხვაზე. აქ აგირჩევენ თქვენ, ანუ ეს იქნება როგორი, იცით, აი თითქოს თქვენ ცოდნას უფრო დააფასებენ. კიდე ნახეთ, ვინც აქ მიდის, ვისთვის არის ეს ინფორმაცია, ნახეთ. დაუშვათ თქვენ ეხლა სიტყვაზე მიდიხართ რამე გამოცდაზე. ან არის თქვათ ერთ ადგილზე ორი ადამიანი. თქვენ იქნებით როგორ მომენტში, იცით, მე არ ვიცი როგორ იქნება, თქვა даже გამოცდა იქნება სიტყვაზე, რაღაცას თქვენ სამსახურში კონკურსი არის, ნუ რაღაცა მომენტი ისეთი როცა იქნება, თქვენ აი აქ დააფასებენ თქვენს ცოდნას, თქვენ გამოაჩენთ იმას, რა ქვია, თქვენ ცოდნას გამოაჩენთ რა. და აქ თქვენ უფრო შეგამჩნევენ, ვიდრე თქვა სხვას. მიხვდით? დაუშვათ თქვენ რაღაცა სპეციალისტი ხართ, ხო? აქ არის ეს მომენტი, თუ დაუშვათ, წავა, თქვა, აი რომელი სპეციალისტი ავირჩიო, მოვლენ თქვენთან, იმიტომ რომ თქვენ ხართ გამოცდილი პიროვნება, გამოცდილი. და ამიტომ თუ დაუშვათ, იყო მომენტი, რომ არაფერი არ ხდებოდა, აქ შემოდის სტაბილურობა, იმიტომ რომ თქვენ დაანახეთ თქვენი ქმედებით ის, რომ მე მაქვს გამოცდილება, მე ვიცი როგორ გავაკეთო, მე ვიცი რა გავაკეთო და ანუ თქვენზე მოდის არჩევანი, მოდით ასე რომ ვთქვათ, როგორც მაგარი სპეციალისტის. კი, წინსვლა გაქვს, ძალიან მაგარი წინსვლა გაქვთ, აქ უეჭველი, ანუ რაც მთავარია, აი ამ ენერგიიდან გამოდიხართ თქვენ, კი, იმიტომ რომ თქვენი აქ ექნება დაფასება თქვენი ცოდნის.
თქვენი მიდგომის, თქვენი ანუ ენერგიის, რომელიც მე მინდა, მე შემიძლია დაგეხმარო. ადამიანები დაინახავენ თქვენში, რომ აი ეს არის ის ადამიანი, ვისაც შეუძლია რომ მე დამეხმაროს და ამიტომ მოდიან თქვენთან. მიხვდეთ, თითქოს აი მოვუგე, ნუ მოდით ეს სიტყვა კონკურენცია ვთქვათ, აი ამ კონკურენციას ვთქვათ, მე უფრო დავრჩი მოგებული. ნახეთ, ბიჭებო, თქვენთვისაც არის ეს ინფორმაცია, რომ ნამდვილად თქვენ თუ დაუშვათ ახლა სადმე წასვლა გინდათ, გადასვლა გინდათ, ხო? სამსახური აქ თქვენთვისაც იქნება სხვათა შორის ნამდვილად მოიპოვეთ იმას, რასაც თქვენ კი, რაც იყო თქვენ ეჭვი, რაზეც გეპარებოდეთ, შეიძლება აქ დაგინახავენ, აი გეუბნებით, აქ თითქოს დაგინახავენ და აქ კონკურენციაში მოგებენ. არ მეყვარს ეგ სიტყვა, მაგრამ ნუ მასეა. აქ იცით როგორ არის, აი თქვენზე დგება არჩევანი რა, სამყარო საგვარეულო გეხმარება კიდე. თუ რამეს თქვენ სთხოვდით, ხო, ანასკეზე გქონდათ ვიღაცას, რა ვიცი, აღებული შეიძლება. აი ეს შემიძლია გითხრათ, რომ ეს თქვენი ასკეზეც აუცილებლად გაამართლებს, კი ბატონო. აქ უეჭველი ვიღაცას ძალიან აი ბიჭებო, თქვენთვის ხო საერთოდ ეხლა ნუ რაზეც ეჭვი გეპარებოდათ, აი რაღაცა ну შეიძლება იყო მომენტი ეძებდეთ თქვენს არჩევანის წინ იდეკეთ, არა, აქ ძალიან კარგი ენერგია, განახლებული ენერგიები მოდის თქვენთან, მიიღებთ რაღაცა ინფორმაცია, რომელიც თქვათ იყო თქვენთვის და შეიძლება ფულის ნაკადი გქონდათ დახურული სხვათა შორის, ახლა მაგაზეც გადავალთ ჩვენ, მაგრამ აქ რაღაცა ძალიან მაგარი ინფორმაცია, რომელსაც თქვენ ელოდებოდით. კი, თქვენ სიძლიერეს, ну ძალიან კარგი ენერგიები. გეუბნებით, რომ თქვენ ძალიან კმაყოფილი იქნებით, იმიტომ რომ რაღაცა ისეთი აქ ხო გეუბნებით, თუ თქვენ იჯეკეთ ამ კრიზისში, ამ კრიზისიდან გამოდიხართ, ყველა ვარიანტში გამოდიხართ, იმიტომ რომ თითქოს აი თქვენი ცოდნა იქნება დაფასებული, მიიღებთ ინფორმაციას, წინსვლას, ანუ ამ სტაგნაციიდან გამოდიხართ, იმიტომ რომ პოზიტიურად იყავით განწყობილი. ნახეთ, იმის მიუხედავად, რომ იჯეკე ასეთ ენერგიაში, ხო? და ფიქრობდი, всё, მორჩა რაღაცა და ან დაკარგეთ შეიძლება სამსახური, ან დაკარგეთ კლიენტები, ან ნუ რა ვიცი, ბიზნესი, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ასეთ ენერგიაში თქვენ ცდილობდით, რომ აი ნუ შეიძლება გუნცაც ეუბნებოდეთ, რომ დამშვიდეთ, ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ ამას მოვერევით, ჩვენ მაინც წინსვლა გვექნება, ჩვენ მაინც შევძლებთ, აი ეს ენერგია თქვენ დაგეხმარებათ. აუცილებლად ჩემი სიხარულებო. ყველაფერი აი ეს ენერგია, აი ეს თქვენი პოზიტიური და აი თქვენი სიმშვიდე, შინაგანი სიმშვიდე, იმიტომ რომ აქ გადადიხართ თქვენ, აუცილებლად ეს არის ეს სიტუაცია, თქვენ სულიერი ტრანსფორმაციისთვის არის მოცემული, რომ თქვენ ნამდვილად პოზიტიურად უნდა შეხედოთ ყველაფერს, რაც არ ხდება, ყველაფერი უკეთესობისთვის ხდება ჩვენს ცხოვრებაში. ეს დაიმახსოვრეთ, ჩემო ლამაზო, ეს არის თქვენი გაკვეთილი. რასაც ნამდვილად 5-იანი, 10-იანი რამდენი ახლა ქულები აუცილებლად დაიმსახურებთ დიდ ჯილდოს სამყაროსგან.